ხანდახან გაუსაძლისი დაოძლეველი სურვილი მაქვს, რომ მთელი სამყარო კონცენტრირებული იყოს ჩემზე, ყურადღებას მაქცევდეს, მაღიარებდეს, მომჩნევდეს, მაქებდეს, თავზე ხელს მისვამდეს და მეფერებოდეს. და ალბათ ვიდეოების ჩაწერის ერთ-ერთი მიზეზიც ეგ არის, რომ რაღაცნაირად ეს ყურადღების დეფიციტი, რასაც ამ დროს განვიცდი ხოლმე, შევივსო თქვენი ყურადღებით. მაგრამ ხანდახან არის პირიქით, ანუ მინდა რომ ყველამ დამივიწყოს ხოლმე. არავის არ ახსოვდეს საერთოდ ჩემი არსებობა, ყველა პასუხისმგებლობა ყველას მიმართ მომიხსნას და აი შორიდან ვუყურებდე. აი ეს შინაგანი თავისუფლება ვიგრძნო, რომ არავის არ ვეიმედები. არავის მიმართ არ მაკისრია პასუხისმგებლობა და აი რაღაცნაირად მინდა ხოლმე რომ გავეთიშო რა სამყაროს. ხანდახან ორივე ერთად მინდა. ანუ ისე რომ მე არაფერს გავცემდე, მაგრამ ამ ყურადღებას მხოლოდ ვიღებდე. მე მახსენდება ხოლმე რომ სანამ ადამიანებს ეიმედები, მანამდე შენი ცხოვრება ღირს. რაც არ უნდა დაღლილი იყო და ცუდად იყო. ეს ნიშნავს რომ ანუ რაღაცა სარგებელი სამყაროში გაქვს და მადლიერი უნდა იყო შენი თავისაც, იმ სხვა ადამიანებისაც და მე მაძლევს ხოლმე мотиваციას, რომ ცხვირი არ ჩამოვუშვა. კარგია რომ ვიღაცას ყავხარ საიმედო ადამიანად გენდობა და თვლის რომ გინდა გაჭირვებაში, გინდა კარგად ყოფნაში შენ იქნები ადამიანი, რომელიც მხარში დაუდგება. მე ვხვდები, რომ ის, რასაც გარე სამყაროსგან ვითხოვ, საიმედოობას და ასე შემდეგ, ხანდახან ეგ ადამიანი მე ვარ ხოლმე სხვებისთვის რა. ხო და შემიძლია რომ საკუთარი თავისთვისაც ვიყო ეგ, რატომაც არა, ხო? არ ვიცი, შეიძლება ვფიქრობ. მე ვფიქრობ ხოლმე რა, რატომ მინდა ამ ხელა ყურადღება გარე სამყაროსგან. და ვხვდები ხოლმე რომ რაღაც თითქოს, რასაც მე გავცემ, სხვებისგან მინდა რომ მივიღო იგივე. ხო და ანუ რეალურად გამოდის რომ იმას ვეძებ გარეთ, რაც შიგნით მე თვითონ ჩემში მაქვს და როგორც სხვა ადამიანებს ვუზიარებ ამ რაღაცებს, ისე შემიძლია რომ საკუთარ თავს გავუზიარო. ალბათ ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მიგნება, რაც ჩემს თავში გავაკეთე. რომ როგორც სხვა ადამიანებს ვეიმედები, ისე შემიძლია რომ საკუთარი თავისთვის ვიყო იმედი, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან საკუთარ თავს მივცე мотиваცია, რომ გამოვიდეს. და ვიყო, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი.